სიყვარული ჩემი დარგი ხარ აღმოსაღარ მეგარები გაგანადადი ხარ დაგედედა და ვერ მოულობ ვინმარ სადახარ საჭიროა თუ ხმელეთზე ხარ მოდი სადაც ხარ მე მაგალითად ჩემ მე რო დავიბადე დღეს რო იბადებიან ბავშვები იმაზე მაგარი ბავშვობა მქონდა ჩემს მამას არ ქონდა მაგარი ბავშვი ომში და მე კამპეტები მქონდა ნუგა იგი ნაყინები თმილეულობა საჭმელები საჩუქრები ყველას ქონდა აზრ ხარ სამწუხაროდ არც აზრზე იყვნენ და არც მზად იმისთვის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება კრიმინალში, კორუფციაში და უშუქობაში, ღამით ტანსაცმელ ჩაცმულებს გაეგრძელებინათ. მამამ, სახელმწიფოს გადატრიალებამდე ბუღალტერი. მსგავსად მრავალი სხვა ქართველისა ღირსეულად მცხოვრები ხელფასზე. აწყობდნენ გეგმებს, აჩენდნენ შვილებს. ერთ დღეს კი ყველაფერი ამოტრიალდა. ქვეყანა აირია. ჯერ ღვეზელების გაყიდვა დაიწყო დეზერტირების ბაზარში. მერე ყვავილებს ყიდდა ქავთარაძეზე. მერე ცივსასმელებს, მერე გაზეთებს. კიდევ ბევრი მერე იყო და ბოლოს აღარაფერი. და დაჯდა სახლში. ჩემს სადარბაზოში, მარტო ჩემს სადარბაზოში დროის მოკლე მონაკვეთში 90-იან წლებში 50-დან 60 წლამდე სამი მამაკაცი მოკვდა. მათგან ერთი მამაჩემი იყო, ვერ გაუძლეს, სტრესებმა მოკლეს, გული გაუსკდა სამივეს. თუ რამის შეიძლება შევადაროთ შევარდნაძის ეპოქის საქართველო, ეს ალბათ შუა საუკუნეების მეფის კარია. სადაც კვლავ ძველი საბჭოთა ნომენკლატურული ვასალები ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლებისთვის. ინაწილებენ ხალხის ქონებას. და ამ დროს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებითაც კი მოსახლეობის 1/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მე დღემდე ვერ ხვდები მართლა რა გამძლეობა აქვს ჩვენს ხალხს რომ 6 და 7 თვე ადამიანები უხელფასოდ, უპენსიოდ მუშაობდნენ, დადიოდნენ პედაგოგები ხშირად ქალაქის ერთი ბოლოდან ქალაქის ცენტრში ან მეორე ბოლოში ფეხით მიდიოდნენ რომ გაკვეთილები არ გაეცდინათ და თვეების განმავლობაში ამ ადამიანებს ხელფასი არ ჰქონდათ. უშუქობაც დაკავშირებული იყო კორუფციულ სქემასთან. ანუ რეალურად ელექტროენერგიის გამომუშავება ხდებოდა უბრალოდ კორუმპირებული კლანები ენერგეტიკაში ჩაბუდებული ამ ელექტროენერგიას ყიდდნენ რუსეთში, ფულს იჯიბავდნენ, ჩვენ გვაწერდნენ, თითქოს ჩვენ მოვიხმარეთ და სინამდვილეში თვითონ ყიდდნენ რუსეთში და იჯიბავდნენ ამ ფულს. შევარდნაძის მმართველობის სისტემა იყო ეგ. შენ საბაჟო, შენ საგადასახადო, შენ რაღაცა კიდე სხვა უწყება და ახლა როგორც შეგიძლიათ ფული აკეთეთ და იცხოვრო. ფულის აღების მოვიდა შამი ჩქარა ვირთხებო აიღეთ ხთამი ვეღარ გავიგე ვისიანება სულ დაიკარგა პატიოსნება ნავთის ხურა თუ შეშის ფეში რა დაგიშავეთ რომ ასე გვერჩით 21 კარს გვიკაკუნებს ღია ფერები დღებავთ უკუნეთს ქვეყანაში რომ მუქი ფერები იყო კორუფცია და კაცისკლა, პოპულარულ ენაზე ამის ერთ-ერთი საუკეთესო მთქმელი მაშინ გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი იყო. და როგორც იმ ცნობილ ვიდეოშია, 2012 წელს მღვდელი რომ ახალგაზრდას მიშას დაგმობას თხოვს. ბეკა გმოს მიშას, ბეკა დაგმე მიშა. დაგმე მიშა. ძალიან საინტერესო. დაგმე მიშა ბეკა. დაგმე. ამ ძალიან საინტერესო დიალოგშიც უცნობი მიშასთან ერთად საკუთარ შემოქმედებასაც გმობს. ან სულაც დაავიწყდა, რასაც ხედავდა და მღეროდა. რეალურად, ხო, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით ჩვენ? რა ქვეყანაში ვცხოვრობდით? რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და გეტყვით მე როგორც სასულიერო შევარდნაძის პერიოდში არის ძირითადად ყველაფერი გაკეთებული. შევარდნაძის პერიოდში ეს მაგან დაირქვა, მაგან მაგი არის. შევარდნაძის პერიოდში მე როდესაც ჩემს მრევლს მივაცილებდი სახლამდე, იცით როგორ მივაცილებდი? როგორ? მანქანა შემყავდა სადარბაზოში, რუსაი გამენათებინა სადარბაზო და აქედან რომ წავიდო და ფეხით რო ავიდო და ზევით, რომ დაეძახა რომ სახში შევიდა, რომ სადარბაზოში ვიღაცა არ დახვედროდა. აი აქედან გამოვედით ჩვენ, აი ამ მდგომარე კრიმინალურ მდგომარეობას ამას გულისხმობ და კიდე რა ხდებოდა ქვეყანაში? რომელი კრიმინალური მდგომარეობა? მე თუ მკითხავთ, კრიმინალური მდგომარეობიდან ჩვენ გამოვედით შევარდნაძის დროს
დიახ, ასეთია გია გაჩეჩილაძის მეტამორფოზა. უცნობის, რომელიც რევოლუციამდე შევარდნაძის მთავრობას იმაში აკრიტიკებდა, რომ სულთაშვილის მომავალი სულ ფეხებზე კიდია, საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან, საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან, ვახ. ისტორიის რევიზიას მხოლოდ უცნობი არ ცდილობს. როგორც ჩანს, ეს დღევანდელი მთავრობის პროპაგანდისტული ხაზია, სადაც გია გაჩეჩილაძე მხოლოდ რიგითი ელემენტია. ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი განვითარების ნაცვლად, მოჩვენებით განვითარების ნაცვლად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. ეხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მაშინ ვთქვათ, თინეიჯერი იქნებოდა 90-იან წლებში, ჩემ თაობას მოუყვება იმას 90-იან წლები რა იყო რა, იმიტომ რომ მას ეხა აქვს ბავშვის შთაბეჭდილებები იქიდან და არა მოზრდილი ადამიანის, უმწიფარი ადამიანის განცდა შეიძლება ქონდეს. მისი ოჯახი თუ კარგად ცხოვრობდა, ხმერთან გაუმარჯოს იმ წლებში, მაგრამ მსგავსი სისულელე არ ჩემთავს არ ნაკადრო და არც ადამიანს, რომ შევარდნაძე რომ გაუშვეს, მერე დაიქცა ქვეყანა. ეგაც მეციდება რა. ხონდა ხან სიცილი, ხან ბრაზი მოდის ხოლმე, აი ეგეთი უტიფარი განცხადებები რომ გესმის. ჭირებაში ვარ ძალიან. არ ყოფნის ეს ჩვენ არაფერი, რამდენი სამრო ვიშოვთ, მაინც არ ყოფნის. ბაზარს რა ცეცხლი უკიდია და ყველაფერი, მეტირება მარტო მეტი არაფერი. ვიანი შევარდნაძე ეს არის ღრმაჭაობი, ვიღაცისთვის ყველაფერი შეიძლებოდა და ვიღაცისთვის არაფერი. ჩვენ ცხოვრობთ ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთი იყო ეს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩაბნელებულ, უგაზო, უშუქო და ესე ვთქვათ, ისეთ თბილისში, სადაც და საქართველოში, სადაც თვეების განმავლობაში ხელფასები და პენსიები არ გაიცემოდა, ამ დროს იყო, ესე ვთქვათ, კასტა ადამიანების, რომლებიც სრულიად პრაქტიკულად სხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ. სხვა პლანეტაზე მცხოვრებთა შვილებს, ანუ მდიდარ ელიტას, შეიძლებოდა პატიებოდათ მკვლელობა, დაჭრა, ანუ ფაქტიურად ყველაფერი. და ჩაგრული ადამიანების ხმას მხოლოდ ერთეული დამოუკიდებელი მედიებიდან თუ გაიგებდით. იყო შემთხვევები, როცა პოლიციამ იცოდა ვინ იყო დამნაშავე, მაგრამ საქმის გასახსნელად და მის დასაკავებლად დაზარალებულ ოჯახს განყოფილებაში ქრთამის მიტანა სთხოვდა. უმეტესობა პოლიციის სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკულად ხელჩაკიდებულნი იყვნენ დანაშაულებრივ სამყაროსთან და ეს აბსოლუტურად არანორმალურ ვითარებას ქმნიდა ქვეყანაში. საქართველოში ხალხი ცხოვრობდა ხელისუფლების გარეშე და ხელისუფლების მიმართ ზურგით დადგა მოსახლეობის დიდი ნაწილი. რამდენიც უნდა ყოფილიყო ბიუჯეტი, სულ ერთია, მაინც იქნებოდა სეკვესტრი. ყოველდღიური კორუფცია იყო ცხოვრების ნორმა და წესი. დღეს დღევანდელ თაობას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება პატრული იღებდეს ქრთამად 2 ლარს ან 5 ლარს. მაშინ როცა გაიშნიკების მიერ 2 ლარის აღება მძღოლიდან, ეს იყო აბსოლუტურად ყოველდღიური ჩვეულებრივი რუტინული პრაქტიკა 90-იან წლებში. ქრთამს იღებდნენ სკოლის პედაგოგებიც, რათა კლასში ვინმე საშემოდგომო არ გამოყოლოდა. ქრთამით ეწყობოდით უნივერსიტეტშიც და ესეც ჩვეულებრივი რუტინა იყო. უფასო ფაკულტეტზე მოხვედრა მეტი ფული ხირდა, ფასიანზე შედარებით ნაკლები. და თუ ფული არ გქონდა და მხოლოდ ცოდნა გაგაჩნდა, შეიძლებოდა სასწავლებლის კედლებს მიღმაც დარჩენილიყავი. გასულ წელს მსოფლიო ბანკის საექსპერტო ჯგუფმა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შეისწავლა და უმთავრეს პრობლემად კორუფცია დაასახელა. ამ ჯგუფს დანიელი მეცნიერი იოჰან ლორენცენი ხელმძღვანელობდა. ექსპერტთა გამოკვლევის თანახმად, ყველაზე ძვირი $20,000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მოწყობა ღირს. ამის მაგალითები ძალიან ბევრი იყო მართლაც, როდესაც პრაქტიკულად სასამართლო კი არ არჩევდა საქმეს, არამედ ქურდული გარჩევებით ირჩეოდა საქმეები, როდესაც პოლიციას კი არ მიმართავდა ადამიანი დაცვისთვის და დახმარებისთვის, არამედ ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ქუჩის ავტორიტეტებს და ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს. პოლიციას ცალკე საზიზღრობა იმ წლებში, ცალკე. ჩვეულებრივი ამბავი იყო პოლიციის სამმართველოს მე-6 სართულიდან ორთაჭალაში მოულოდნელად ბრჭყალებში დაკავებულის გადმოვარდნა. დღესაც ბევრი ცოცხალი ადამიანი მიგითითებთ ფანჯარას თბილისის ქალაქის სამმართველოში, საიდანაც ხალხი რატომღაც ვარდებოდა ხოლმე. სოციალოვიძისთვის რომ გეკითხა რა.
ძალიან სახელოვანი ექიმები შეერაღებულ ბანდებს თვითონ საავადმყოფოს კედლებში მოუკლავთ ავტომატის ჯერით დაუცხრილიათ. ხო ესეთი შემთხვევებიც იყო 90-იან წლებში. შეიძლება ძალიან მაღალი პროფესიონალები შეწიროდნენ ან რაღაც კრიმინალურ გარჩევას საავადმყოფოს ეზოში, ან ნარკოტიკული საშუალებების მოთხოვნას, ანუ სრული განუკითხაობა იყო. ჩვენ აღმოჩნდით ამ მენტალურად გამოქვაბულში მაშინ კორუფციის ის მასშტაბი, რაც თვალხილული იყო ყველასათვის. იუსტიციის ახალგაზრდა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ამის თვალნათელი მაგალითები უჩვენა მთელ საზოგადოებას. აი ამ დარბაზში ხდომი, აი ამ მაგიდაზე მჯდომი, რომელი მინისტრების და რომელი თანამდებობის პირების სახლებია ეს ყველაფერი. ბოდიში ვიხდი, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ აღშენებლობაზე, მე საქართველოს მოსახლეობა ყოველდღე გეუყურებს ამას. სულ მახსენდება ხოლმე, იცით, აი რაღაცნაირად წინასწარმეტყველური გამოჩნდა ჩემი სიტყვები, რომელიც მე მაშინდელ პრეზიდენტს ბატონ ედვარდ ჩავარდნაძეს ვუთხარი 2003 წლის აპრილში, მე მას ვუთხარი, რომ თუ ასე გაგრძელდება, აუცილებლად ქვეყანაში რევოლუცია მოხდება მეთქი. არ მიიღო სერიოზულად, სამწუხაროდ. და თქვა, რომ არანაირი რევოლუცია არ მოხდება, არაფერი არ იქნება, მაგრამ მე ძალიან კარგად ვგრძნობდი, იცით, განწყობას, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური კონტაქტები მქონდა ადამიანებთან და ვხედავდი იმას, რომ ადამიანების მოთმინების ფიალა იყო ავსებული. მთლიანად აი მომწიფდა სიტუაცია, რომ ადამიანს კითხვა დაესვა. ასე გავაგრძელოთ, თუ რამე შევცვალოთ. იყოს მშვიდობა, მე მგონი ეს მხარდასაჭერი და მისასალმებელია. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჩვენი პრეზიდენტი, ამ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა წავიდეს. და ეს უნდა დაანახოს ხალხმა, რომ არ უნდა. ხალხს თავისი პრეზიდენტი. ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს და აუცილებლად მიმჯერია, რომ ისედაც პრეზიდენტი გადადგება და ხალხმა უნდა დაიცვას თავისი უფლებები, ისედაც კმარა მართლაც მათ ესეთი უხეშად ვიტყვი თავხედობა. ძალიან მახსენდება, ესე ვთქვათ, ეს პარალელები ბუნებრივად მოდის შემთავში, როდესაც დღეს ვხედავ, რომ 50000 ადამიანია დაუშვათ ქუჩაში გამოსული, ხო, 50000 ადამიანი იყო 14 ოქტომბერს გამოსული ოპოზიციის მომხრე და ხელისუფლება გვეუბნება, რომ 5000 კაცი იყო გამოსულიო. მე მახსოვს, როდესაც ედვარდ ჩევარდნაძეს ვუთხარი, რომ ბატონო ედვარდ, ჩვენ ცარიელი ხელებით, ანუ ახალი არჩევნების გარეშე და ესე ვთქვათ, ცვლილებების გარეშე ამ ადამიანებთან ვერ დაუბრუნდებით, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ადამიანები არ გვაპატიებენ მეთქი და ნუ რა 500 კაცი დგას პარლამენტანო და ისიც თქვენი მოყვანილი ძალითო და მე მახსოვს ესეთი ფრაზა ვუთხარი, რომ ჩართეთ მეთქი ტელევიზორი. აი ტელევიზორშიც კი არ უნდათ რომ ადეკვატურად დაენახათ და მისი გარემოცვა, ესე ვთქვათ, ყველანაირად ცდილობდა, რომ ის დაერწმუნებინა, რომ არაფერი არ იქნება, არაფერი არ მოხდება. მე გავაფრთხილე პრეზიდენტი, რომ მას მიყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, კონფლიქტისკენ და უბედურებისკენ. საკუთარ ხალხს ეუბნება არჩევანზე უარს. ამის პასუხად პრეზიდენტმა მომიგო, რომ მას არანაირი სრული არ აქვს ჩემთან მუშაობის გაგრძელების. ქუჩაში არჩევნების საკითხი არ გადაწყდება. გვასწავდეს ყველას, რომ ერთხელ მოვედით და ვერ მოვაბეზრებთ ერთმანეთს თავს. ჩვენ ერთმანეთი გვეზიზრება, ჩვენ ეგ უნდა ვაღიაროთ. და აი ეს ზიზრი იქ რა მოხდა ვარდების რევოლუციის დროს, იცი, ვიღაც ადამიანები გამოჩნდა თოფის მარიოდა გიტარა გააჩინეს. მე ვძნობდი, რომ ჟვანი აკეთებდა ამას. სიმღერამ დავდება, არ მთავდება გზნობა, სიმღერა აგურსგავს. ფიქრობდა მიშა უნდა შევსულიყავით თუ არა, მე ჩავთვალე რომ კი, სწორი იყო და უნდა შევსულიყავით აუცილებლად, იმიტომ რომ სხვაგვარად უბრალოდ კიდევ უფრო მძიმედ განვითარდებოდა მოვლენები. ჩავარდნაძეს ეხლა ჭკუა და თავისით წავიდა, მისი ბოლო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი პოლიტიკაში. ჩემი ხალხისათვის არასდროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს. დადმიდიხარ მადლები. ეს იყო 90-იანი წლები. წლები უსასწაობის, გამოუვალობის, ტრაგედიების, გამოუთქმელობის და გაუხარელობის. წლები, რომელიც დამთავრდა და დამთავრდა
ცვლილებებით.